გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, მინდა გაგიზიაროთ გუშინდელი აღქმა, გუშინდელი შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მატერიალური და მხოლოდ ნატიფმატერიალური აზროვნებით, მენტალით, რაც იმართება, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არ არის არც რაღაც კარგი, არც რაღაც ლამაზი და არც რაღაც უკეთესი. მე გუშინ მივედი იმ შთაბეჭდილებამდე, რომ მამა ჩემი არის გარდაცვლილი და ასეთი ის შემექმნა, რომ ორი ადამიანი იყო და ამ მენტალით, ვინც აზროვნებდა, ვინც იმაშვრებოდა, მისთვის ნატიფმატერიალური და მატერიალური იყო გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ასე ვთქვათ, ცოცხალი იქნებოდა თუნდაც მამა ჩემი, თუ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა თავად მე, ნახე რა საინტერესოა, საინტერესოა. შესაბამისად მივდივარ იმ გააზრებამდე, რომ ნატიფმატერიალურით და მატერიალურით მართული მენტალი და ასეთი ადამიანები, რომლებიც ამით არიან მართულნი, ვერ გაგვაუმჯობესებენ იმ გაგებით, რომ ამ ურთიერთობაში არ იქმნება არც რაღაც კარგი, არც რაღაც ლამაზი და არც რაღაც უკეთესი. შენ წარმოიდგინე, ხარ შედარებით კარგი მასში და ამ დროს ამ რაღაცით, როგორ თქვა, მოდის და ამ რაღაცაში გაქცევს. ილუზიებს ქმნის, ხო? ეს არის ილუზიების შექმნა, რომ თითქოს და შენი ყოფა, შენი არსებობა, შენი სიცოცხლე ამ ყველაფერზე იყოს დამოკიდებული და გამომდინარე და თითქოს და ამ ყველაფრით უნდა წარიმართოს. ეს არის არასწორი, ქრისტეს აქვს. საინტერესო სიტყვები ნათქვამი, რომ არაფურითა ერთითა ცოცხლობს კაციო, არამედ ღმერთისგანო, იგივეს თქმა შეიძლება, ნატიფმატერიალურ რამეებზეც მე აქ გურჯიებს დავეთანხმები, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერიო, ეს მთელი ნატიფმატერიალური 1000 რამ იმისთვის სჭირდებათო, რომ როგორღაცო საკუთარი შინაგანი არარაობა შეავსონო, საკუთარი შინაგანი არარაობიდან გამომდინარეო და მე პირადად ამ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ყველაფერი სჭირდებათ საკუთარი შინაგანი არარაობის შესავსებად და გამოსაკვებად. და საინტერესოა, რომ მერე შენ, როდესაც ხარ რაღაც კარგზე, რაღაც ლამაზზე და რაღაც უკეთესზე, წარმოიდგინე, ხო, შენც ცდილობ კარგად ისქნა, რაღაც კარგი გამოავლინო, რაღაც ლამაზი, რაღაც უკეთესი, მაგრამ მერე ეგ მიხვდებით, რასაც ვამბობ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რანაირად უნდა მოვიქცეთ? უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად, რომ მარტო მატერიალური და მარტო ნატიფმატერიალურით არ გამოვა სულიერების გარეშე მატერიალურიც და ნატიფმატერიალურიც საბოლოო ჯამში ადამიანს, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ ჩააგდებს დაცემულ ცნობიერების მდგომარეობაში, ადამიანს ისევ და ისევ შეუქმნის სხვადასხვა ბორკილებს, სხვადასხვა ილუზიებს და საინტერესოა შემდეგი, რომ სულიერების გარეშე ეს ყველაფერი ადამიანისთვის საბოლოო ჯამში გახდება ერთგვარი ციხე. შესაბამისად, მოდით დავამარცხოთ გველეშაპი. ამ ეტაპზე სწორედ ასე მესმის, რომ წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის დამარცხება იყო სწორედაც, რომ გამარჯვება ამ რაღაც ნატიფმატერიალურ გამოვლინებებზე, რომლებიც შემდგომში ქმნის ერთგვარ ციხეს. საინტერესოა. და მოდით მივცემთ გველეშაპს გამარჯვების უფლებას. არამედ ავმაღლდეთ მასზე
გვჯეროდეს, გვწამდეს, გვიყვარდეს, ვიყოთ ღმერთში, ვიაროთ ღმერთის წინაშე და ყველაფერი იქნება კარგად. ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს. და რავი, გლოცავ იმ ადამიანებსაც, ვინც ამ იმაში არიან და როდესმე, ისინიც დაბრუნებულიყვნენ ღმერთში.